ცოტა გამიგზავნა დასვენება, როგორც იქნა დავბრუნდი და ეხლა ყველაფერს მოგიყვებით. მე და ჩემმა მეგობარმა ბავშვები წავიყვანით პარიზში, დისნეილენდის სანახავად. დავიშოკე პარიზული სილამაზეებით და წამოსვლის დროც მოვიდა. ის იყო ჩაობარგდით, მიუგრიალებთ მინივენით აეროპორტში და სად იყო სად არა მომდის მესიჯი. მარიამ გამარჯობა, სამწუხაროდ კომპანიაში შიდა პოლიტიკა სხვანაირად გადალაგდა და თქვენთან ვეღარ ვითანამშრომლებთ. ამ დროს კონტრაქტის დასრულებამდე კიდევ 7 თვეა. ამ დროს 2 თვის წინ სხვა სტაბილური კომპანიიდან გადმომიბირეს. ამ დროს წინა თვეს კიდევ ახალი კომპანიისთვის უარი მათქოვინეს თანამშრომლობაზე. და 2 თვეში თვითონ არ მიწყვიტავენ ხელშეკრულებას. ზემოდან დააყოლეს, შენ არაფერ შუაში ხარ, უბრალოდ ესე მოხდაო. თან ისე მეუბნებიან ამ ყველაფერს, გეგონება ჩემთვის არაფერი იცვლება. ვაღიარებ, ცოტა გავოგონდი. მინდოდა ვინმესთვის გამეზიარებინა ჩემი ბრაზი, მაგრამ გვერდით მხოლოდ მძღოლი და ჩემი მძინარე შვილი შემრჩენ. სხვა რა გზა იყო, გულში გავაგრძელე გინება. გაბრაზების დეტალებს დავსკიპავ, ჩემზე წარმოდგენა რომ არ შეგეცვალოთ. მაგრამ ჩემ თავს ვუთხარი, ეხლა მარიამ პარიზს ჩაიშხამებ თუ ჩაფრინდები და საქმეს მიხედავთქო. გადავწყვიტე ამაზე აღარ მეფიქრა. თუმცა პერიოდულად მაინც მახსენდება ეს ღორული საქციელი და დიდი მედი მაქვს, მეტი ესეთი რამე აღარ დამემართება.